მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ანი ღაღაშვილს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბრენდი ელასტია შექმნა და მომხმარებლებს ტრადიციულ კოსმეტოლოგიურ და საავტორო რეცეპტებით დამზადებულ სახისა და ტანის მოვლის საშუალებების ნაირსახეობას სთავაზობს. ანი ხაზზე არის, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. მოგესალმებით დიახ ისმის თქვენი ხმა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელს დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის და გვერდთვებით დაიღებთ გადაცემაში მონაწილეობას დავიწყოთ საუბარი მოგვიყევით თქვენს შესახებ როდის და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით და მოგვიყევით როგორ შეიქმნა ელასტია და ახლა რა ეტაპზე ხართ დიახ დავიწყოთ იქიდან როგორ დავინტერესდი ამ საქმიანობით ეს იყო საკმაოდ დიდი ხნის წინ ეს იყო 25 წლის წინ დაახლოებით როდესაც ზოგადად მე როგორც ყველა ქალბატონს ძალიან მიყვარს თავის მოვლა აქტიური მომხმარებელი ვიყავი კოსმეტიკის და აღმოჩნდა რომ ნატურალური საცხები გაცილებით უფრო შედეგიანია ვიდრე ვთქვათ ქარხნული ბრენდები ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს შემთხვევაში ასე იყო და გამიჩნდა სურვილი რომ საკუთარი ხელით დამემზადებინა საცხები. და ნუ იქიდან გამიჩნდა ინტერესი თავდაპირველად შევქმნი ძალიან მარტივი რეცეპტი, რომელიც ქაცვის კრემის სახელწოდებით არის დღეს ელასტიას ასორტიმენტში, მაგრამ მაშინ იყო ძალიან მარტივი შემადგენლობა. შემდეგ უკვე ეტაპობრივად დაიხვეწა, დაემატა ინგრედიენტები, ტექნოლოგია დაიხვეწა დამზადების და დღესდღეობით ქაცვის კრემი ერთ-ერთი საკმაოდ ასე ვთქვათ მოთხოვნადი პროდუქტია ელასტიას ასორტიმენტში. რაც შეეხება ელასტიას შექმნის იდეას, იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც თვითონ მომხმარებელმა გამოთქვა სურვილი ჩემი პროდუქციის შეძენის. მინდა გითხრათ, რომ ანუ Facebook გვერდი მქონდა, ასე ვთქვათ, სადაც ჩემს მიერ პირადი გამოყენებისთვის დამზადებული კოსმეტიკის რამოდენიმე ფოტო იყო ატვირთული და თვითონ მომხმარებელი დაინტერესდა აი ამ პროდუქციით და გამოთქვა შეძენის სურვილი. შემდეგ უკვე იყო რეკომენდაციებიც, უკვე ხელახლა დაბრუნდნენ ისევ შესაძენად აი ამ პროდუქტის და შეიძლება ითქვას, რომ პირადი მოხმარებისთვის შექმნილი საცხით დაიწყო აი ეს ბრენდი ელასტიას შექმნის იდეა, ასე ვთქვათ. ნუ შემდეგ უკვე გაფართოვდა ასორტიმენტი, ერთ რეცეპტს, ერთ სახეობას შემდეგი მოყვა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ და ნუ ფაქტიურად დღესდღეობით უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტია და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელასტიას ასორტიმენტში საცხები მზადდება საავტორო რეცეპტურით, ანუ ის საცხები, რომელიც მე ჩავუშვი გაყიდვაში, იყო საავტორო რეცეპტურით დამზადებული. გასაგებია, რამდენი სახეობის ტანისა და სახის მოვლის საშუალებებს ამზადებთ ამაზე რომ მოგვიყვეთ და აი სხვებისგან რითი არის გამორჩეული? დიახ, თავდაპირველად, როდესაც დაიწყო რეალიზაცია და როდესაც სერიოზულად დავფიქრდი უკვე ბრენდის შექმნაზე. თავდაპირველად 15 სახეობის საცხით დავიწყეთ, 15 სახეობის პროდუქტით და დღესდღეობით უკვე 50-მდე სახეობა გვაქვს ასორტიმენტში და მათი უმრავლესობა არის საავტორო რეცეპტურით დამზადებული უნიკალური რეცეპტით. გასაგებია რომ ვისაუბროთ კონკრეტულ სახეობაზე, ასე ვთქვათ, ტანის ან სახის მოვლის საშუალებებზე. კი ბატონო, ესე იგი, ელასტიას ასორტიმენტში მზადდება როგორც ანტიასაკობრივი საცხები, ასევე დამატენიანებელი საცხები, დღის, ღამის, მკვებავი საცხები, ასევე სახის და ტანის მოვლის საშუალებები, ეს არის ხელის კრემი, ქუსლის მალამო და ასე შემდეგ. და არის ასევე ტონერები, ეს მაგალითად ბარდის ტონერი, რომელიც ნატურალურ ბარდის ექსტრაქცია დამზადებული და ფერი აქვს სრულიად ნატურალური ბარდით მიღებული. ასევე შრატების საკმაოდ ფართე ასორტიმენტი, ეს არის აზელაინი, გლიკოლის მჟავით, რეტინოლით, ნიაცინამიდით და ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ შრატები მზადდება სასურველი პროცენტულობით. შეკვეთის შემთხვევაში, სტანდარტულად მზადდება 0.5%-ით, მაგრამ შეკვეთის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ პროცენტულობა და ინდივიდუალურად დაუმზადოთ მომხმარებელს მისთვის სასურველი პროცენტულობით.
ჰიალურონით, კოლაგენით და ასე შემდეგ. ღამის კრემ საცხების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი, მაგალითად ეს არის დამატენიანებელი საცხი, ვარდის ექსტრაქტზე დამზადებული ვარდის დამატენიანებელი საცხი, ასევე ღამის საცხი, მაგალითად აი ეს რეტინოლით, ასევე მზადდება ნატურალური დეოდორანტები, ანტიპერსპირანტი, რომელიც არის აბსოლუტურად ნატურალურ ინგრედიენტებზე, მზადდება პიტნის ჰიდროლატზე და არის სრულიად ჯანსაღი და უსაფრთხო, არ შეიცავს ალუმინს და შეიცავს სრულიად ბუნებრივ ინგრედიენტებს. და კი ჰიდროლატი ვახსენე, მე იმასაც აღნიშნავ, რომ არა მხოლოდ საცხები მზადდება ელასტიას საწარმოში, არამედ ჰიდროლატებიც მზადდება, ეს არის მცენარეული წყლები, რომელიც ორთქლის მეთოდით ხდება მისი გამოხდა და ძალიან სასარგებლო კოსმეტოლოგიაში მის გამოსაყენებლად ვიყენებთ წყლის ფაზად როგორც საცხებში, ასევე უშუალოდ თვითონ ჰიდროლატსაც ვიყენებთ სახის ტონიზირებისათვის, ასე ვთქვათ. გასაგებია. დიახ, აი, საწარმოზე ცოტა მეტი რომ ვისაუბროთ, ანუ როგორ არის მოწყობილი, როგორ მოახერხეთ ამ საწარმოს შექმნა, ამაზე რომ ვისაუბროთ და რაზე არის მოთხოვნა ძირითადად? დიახ, ანუ როდესაც გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა, ანუ როდესაც დაიწყო უკვე რეალიზაცია, მე ეს საქმიანობა როგორც წეღან აღვნიშნეთ, დავიწყე პირადი მოხმარების საცხის რეალიზაციით, როდესაც მე ჩემი პირადი მოხმარებისთვის მქონდა განკუთვნილი, ანუ და დავიწყე სამზარეულოს ერთი მიქსერით და პატარა კონტეინერით მასალა, რომელიც ძალიან პატარა მცირე ზომის კონტეინერში ეტეოდა. და ეს რა თქმა უნდა, როგორც ყველა დამწყებმა, მეც ვაღიარებდა ვიტყვი, რომ სახლის სამზარეულოში დამზადებით დავიწყე და როდესაც უკვე მივხვდი, რომ უკვე მე მომხმარებელზე ვიყავი პასუხისმგებელი და ხარისხზე ვიყავი პასუხისმგებელი, იქიდან გამიჩნდა იდეა, რომ აუცილებლად მე მქონოდა ცალკე სივრცე, სადაც სრულფასოვნად შევძლებდი აღნიშნული პროდუქციის დამზადებას და იქიდან დავიწყე ზრუნვა სწორედ საწარმოს მოწყობაზე. და შემდეგ უკვე იყო გრანტი დაფინანსება, მივიღე მონაწილეობა საგრანტო პროექტში აწარმოე საქართველოში, ასეთი საგრანტო პროექტი ალბათ ყველას გეცოდინებათ და მოვიპოვე დაფინანსება და დღესდღეობით უკვე საწარმო არის სრულფასოვნად აღჭურვილი საცხების სრულყოფილად დამზადებისთვის. გასაგებია, დასაქმებული გყავთ ხო ადამიანებიც ალბათ? დასაქმებული, ძირითადად მთლიან ტვირს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე ვიღებ, იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთი სენსიტიური თემა, ეს არის საავტორო უფლებები, ეს არის ძალიან ბევრი ნიუანსი გათვალისწინებული. თუმცა, კი, ყავს ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებენ, მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც მე საკუთარ თავზე მაქვს აღებული. გასაგებია, რა გჭირდებათ მასიური წარმოებისთვის, ანუ რა გამოწვევები გაქვთ ამ კუთხით და საჭირო მასალების მუშაობისთვის სად ყიდულობთ და როგორ ყიდით ელასტიას, აი ბრენდის პროდუქტს, ამაზეც რომ ვისაუბროთ? დიახ, გამოწვევებს რაც შეეხება, პირველი და უმთავრესი, ახლა მასალა ახსენეთ თქვენ, პირველი და უმთავრესი გამოწვევა არის ნედლეულის ინგრედიენტების სიმცირე ქართულ ბაზარზე. არის, რა თქმა უნდა, მოიპოვება რაღაც გარკვეული სახის ინგრედიენტები, მაგრამ არის ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც ქართულ ბაზარზე არ არის და მისი შემოტანას საჭიროა საზღვარგარეთიდან და თუმცა მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 3 წლის წინ ამ საკითხში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ინგრედიენტი დაემატა ქართულ ბაზარს და მინდა გითხრათ, საკმაოდ ხარისხიანი ინგრედიენტები შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ამიტომ მე ნამდვილად უარს არ ვამბობ ადგილობრივ ბაზარზე შეძენაზე, ვინაიდან გარკვეულწილად დარწმუნებული ვარ მის ხარისხში, რა თქმა უნდა, და ვიყენებ როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ინგრედიენტებს, ასევე შემოტანილ ინგრედიენტებს. გასაგებია და გაყიდვაზე ცოტა მეტი რომ ვისაუბროთ, ანუ როგორ ყიდით ამ პროდუქტს და ზოგადად გაყიდვა, რეალიზაცია ხდება ძირითადად ონლაინ გაყიდვების მეშვეობით, საკურიერო მომსახურებით ვაწვდით ჩვენ ყველგან საქართველოს ნებისმიერ წერტილში და ასევე საზღვარგარეთიდანაც გვაქვს შეკვეთები და ფაქტიურად ძირითადად აი ასეთი ფორმით ხდება რეალიზაცია. გასაგებია, როგორც ვიცით, გეგმავდით, ასე ვთქვათ, მოსწავლეების აყვანა, სამსაკითხით დაინტერესებული პირებისთვის სწავლების მიზნით და თუ არის დაინტერესება ამაზე რომ ვისაუბროთ და სამომავლო გეგმებზე. დიახ. ელასტიას ბაზარზე უკვე მესამე წელი არსებობს
საცხების დამზადების შემსწავლელი საბაზისო კურსი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ამოთხოვნა აი ამ პროფესიის დაუფლებაზე და ელესტიას ბაზაზე არსებობს საბაზისო კურსი, როგორც გითხარით, შესაბამისი პროგრამით. სასწავლო კურსი არის როგორც ონლაინ ფორმატით, ისევე ადგილზე შესწავლით, მაგრამ ონლაინ ფორმატის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თეორიას გავდივართ ონლაინ, პრაქტიკას ყველა შემთხვევაში საწარმოში გავდივართ მოსწავლესთან, ვინაიდან ტექნოლოგიის ათვისება, რა თქმა უნდა, ონლაინ ფორმატით შეუძლებელია სრულყოფილად და ამიტომ ადგილზე საწარმოში მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობა და ნუ ფაქტიურად აი ასეთი ფორმატით კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა მოსწავლე აბარებს უბრალოდ სავალდებულო ტესტირებას და ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ უკვე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატიც. გასაგებია, სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, რას გეგმავთ ამ მიმართულებით? სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი სარეალიზაციო არეალის ათვისებას და ასე ვთქვათ, ჩემი ძალიან დიდი სურვილია ელესტიას დაარსების დღიდან, ჩემი სურვილი არის ის, რომ ქართული კოსმეტიკური ნაწარმი ვიღილოთ ჩვენი მაღაზიების და აფთიაქების თაროებზე, ძვირადღირებული ბრენდების, უცხოური ბრენდების გვერდით, სრულფასოვნად იყოს მისი ჩვენს თაროებზე, მაღაზიის და აფთიაქის თაროებზე, ვინაიდან ქართულ კოსმეტოლოგიას საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და თუ იქნება ამისი შესაძლებლობა, ძალიან კარგი იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რამე ხომ არ დაამატებთ თუ არა დაგმშვიდობებით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები თქვენ საქმიანობაში და დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და სამომავლო გეგმების შესრულებას გისურვებთ, დაგემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობა თქვენ. დიდი მადლობა, მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით ანი ღაღაშვილთან, რომელმაც თავის მოულის საშუალებების ბრენდი შექმნა ელასტია, მე კი ამ დროისთვის მაყურებელს ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.